კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე. ეს კი ზვიად რატიანის წიგნია ნეგატივი და დღეს სწორედ აქედან წარვადგენთ ერთ ლექსს, ერთ ამბავს, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება. ზვიად რატიანი მაშინ სწორედ კონფლიქტის ზონაში მუშაობდა, ორი ადამიანი ყოფილა, ვინც დათანხმდა იქ მუშაობას, კომუნიკაციებზე მუშაობდა, რომ ჩვენ ხმა, ინტერნეტი, ტელეფონით დაკავშირება შეგვძლებოდა ერთმანეთთან და უფრო მშვიდად ყოფილიყავით, რამდენადაც ომის დროს მშვიდობა შესაძლებელია და მაშინდელი ლექსია 2009 წელს არის დაწერილი ამ კრებულისთვის ზვიად რატიანს საბას ფესტივალიც აქვს მოგებული. ზვიად რატიანი ახლა უკანონო პატიმარია და თავისუფლება ზვიად რატიანს და თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს. მოდი ლექსს მიუბრუნდეთ და ვნახოთ როგორ ისმინება ეს ლექსი, რომელიც კინოსაც გავს, ოღონდ ეს კინო არ არის, ეს სინამდვილეა. მაშასე დავიწყოთ ზვიად რატიანი. აი ისინიც, ცუდი დღეები, მთელი ღამე ბომბავდნენ ქალაქს და არსად ჰქონდა გასაქცევი, როცა ინათა, ხმაური მიწყდა, მე გავედი აივანზე, განთიადის ირიბ მზეში რხეოდნენ ქალაქის თავზე, ერთ ღამეში ამოზრდილი გიგანტური ხეები კვამლის. და ჯერ კიდე მოგიზგიზე ცეცხლის ფესვებით ჩაჭიდებოდნენ მძინარეებს, ახლა უკვე სამუდამოდ მძინარეებს, რომლებსაც შემდეგ შევიცოდებ, ჯერ ადრეა, ჩემი გული სავსეა რწმენით, რომ მეც, ჩემებიც გადავრჩებით, მორიგი ჭურვი, სხვა სახს მოხვდება, თუნდაც იმას მოპირდაპირეს, ხოლო ჩვენი გადარჩება, მეც სასაუყურებ. საიდანაც მოველი საფრთხე, საიდანაც მოველი შველას, თვალს არ ვაშორებ, რათა მზერა არ გამექცეს მოპირდაპირე სახლისკენ, რომლის ერთ-ერთ აივანზე გამოდის კაცი და ცას ახყურებს, მისი გულიც სავსეა რწმენით. ასე მთავრდება ომზე კონფლიქტის ზონიდან, ეპიცენტრიდან ეს ლექსი, რომელსაც ზვიად რატიანი წერს. დიდი მადლობა, შევხვდებით შემდეგ ლიპარასკევებას. თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ნახვამდის.